Tony James Dio-ზე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. პირველ რიგში ვიტყოდი Long Live Rock and Roll. რა ვიცი. ალბათ ჩემთვის ორადორი ვოკალისტია, რომელსაც ვერასდროს ნაკლი ვერ მოუძებნე. აი დავჯდები ძალიან ბევრს ვიფიქრებ, რომ რაღაცა დეტონაცია, შმეტონაცია რაღაცები და აი სულ ვფიქრობ, რომ რომელიმე ლაივზე რამე ხო არ გაუვარდა და რამე ხო არ არა. აი რას მოუგონებ? ანუ რა დაბალი იყო თუ რა უნდა თქვა. დაბალი იყო კი არა, ანგრევდა, აზანზარებდა და ერთ-ერთი ისეთი ვოკალისტია, რომელსაც რომ უსმენ, აი თითქოს შენ ტყავში ძღვრება რა. სადაც არ მივიდა, ფეხზე დააყენა იქაურობა. Black Sabbath-დან წავიდა ოზი, მივიდა და ახალი Black Sabbath-ი გააჩინა. Rainbow იყო და სასწაული, ცალკე შემოქმედება გააკეთა და ფანტასტიკური. არსებობს ესეთი სიმღერა We're Stars, რომელიც თავისივე პროდიუსინგით შეიქმნა. მეტალის ყველა ლეგენდა მღერის მე მგონი. Dio რო იწყებს თავისი პარტიის სიმღერას, აი რაღაცა პატარა ბავშვებივით ისმის დანარჩენები არა და საუბრობ ჰალფორდებზე და ვიღაცებზე. ხო და აი რატო ახსენე ჰალფორდი რა? შეიძლება ყველას ყულს არ ესეამონოს ჰალფორდის სიმღერა. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც Dio-s ნამღერი არ ევასება რა. მაშინ რო კი არ გევასება, თუ Dio-s ნამღერი არ გევასება. Dio იყო იმ ორ ვოკალისტთაგანი, რომელსაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნაკლი ვერ ვუყოლა.